Vinland Saga ერთ-ერთი განსაკუთრებული ანიმეა თავისი იდეით, რომ ნამდვილ მებრძოლს იარაღი არ ჭირდება და კიდევ ის რომ შემტრები არ ყავს. გამარჯვებისთვის ოქრო არ მჭირდება. მაგრამ სანაცვლოდ მის უდიდებულესობასთან უნდა მიმიყვანოთ. გაიგონეთ? ამ ლაწირაკმა საინტერესო რაღაც შემოგთავაზა. ხოჩა, პატივს გზნეს ჩვენებური საქციელია. მაგრამ გაითვალისწინიათ, დარტყმაზე ნაკლების დადების უფლებას არ მოგცემ. ტორფინი მონა იყო ერთ-ერთ მამულში 4 წლის განმავლობაში და ეხა სიტუაცია ესე მოეწყო, რომ მეფე მამულის პატრონეს მიწების წართმევას უპირებს. დანიის მეფე არის. ვიკინგებთან ერთად შემოუტია და ომი დაიწყო. თუმცა ტორფინი მეფეს იცნობს და მაგასთან შეხვედრა და საუბარი უნდა, რათა ეს ომი რაღაცნაირად მოაგვაროს და მოსალოდნელი სისხლის ხრა რამენაირად აიცილოს. რამოდენიმე სულელმა 90 დარტყმა დადო. გაიგონე, 100 დარტყმას გაუძალე და თუ გაძლებ, მაშინ შენ ჯილდოსაც მიიღებ. თუ წააგებ, მაშინ საკუთარი ხელებით აგყუწავ. ტორფინი საკმაოდ გამოცდილი მებრძოლია, ვინაიდან ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ვიკინგებთან ერთად ბრძოლებში მონაწილეობას იღებდა და იდეაში ბრძოლაში გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ზომით პატარა არის, საკმაოდ კარგად ფლობს დანებს, ძალიან სწრაფია და შეიძლება ითქვას, რომ ვისთანაც კი უბრძოლია და რა მეომრებიც კი გამოჩენილა, ყველაზე ძლიერი არის. მაგრამ ბოლო 80 წელიწადმა მის ცხოვრებაში ბევრი რაღაცა შეცვალა და ეხა განსხვავებულად უყურებს სამყაროს. მიდი, ჭკუა ასწავლე. ასეთი შეურაცხყოფა ჩემთვის არასდროს მოუყენებიათ. ჩემთვის დიდებული და საზარელი დროისთვის, დათვების მომუსრავისთვის. ჩათვალე მკვდარი ხარ. ის რა სულელია, ნამდვილად მოკვდება. 20 დარტყმამდე მაინც გაძელი. მიდი დაარტყი. ამ ვიკინგმა თავი ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნო. მაგრამ რატო? იდეაში მეომრები არიან ამათი მთავარი ღირსება სიძლიერე არის და მათი ეგო იმითი კმაყოფილდება თუ რამდენ ადამიანს მოკლავს, რამდენად ძლიერი დარტყმა იქნება და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან შეეხო ტორფინი მაგის ეგოს. 19. აუცი. ჯანდაბა სანაძლეო წავაგე. რამეს არ გახსენებთ ეს სცენა? მოდი ისევ ბიბლიიდან გავიხსენოთ. თუ გაგარტყავენ მეორე ლოყა შეუშვირო. მანდე არ აგრძელებს ესე იესო, მაგრამ ჯვარცმის დროს აქვს შემდეგნაირი სიტყვები ნათქვამი. მამაო მიუტევე ამათ რამე თუ არიციან რასა იქონ. და ამას თუ გაიაზრებ, ცოტა სხვანაირად შეგიძლია შეხედო სამყაროს. და ეს სიტყვები მე შემდეგნაირად მესმის, რომ არც ერთი ადამიანი ნებისმიერი ქმედებისას ეს ცუდი იქნება, კარგი თუ საშინელი არ თulis, რომ არასწორად იქცევა. თუ იცის, რომ არასწორ რაღაცას აკეთებს, მაშინ ამას არ იზავს. და პლუს ამას დამატებული ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვს. და თუ გინდა რაიმე ძალადობა შეაჩერო, უბრალოდ ამ ადამიანს უნდა დაანახო, რომ არასწორად იქცევა. დარტყმამდე წამით ადრე სახესა და კორპუსს ატრიალებს. რათა დარტყმის მთელი სიძლიერე არ მიიღოს. ამასთანავე მცირედით მოძრაობს. ისე რომ ვინმე რაიმე ვერ იეჭვას. ჯანდაბა. ტორფინის გეგმა ესეთი იყო, ამ კაცის ძალას ფიზიკურად ვერ გაუმკლავდებოდა ჩათვალა და ეცადა ეს დარტყმები ისე მიიღო, რომ ნაკლები ზიანის მომტანი ყოფილიყო. მაგრამ ცოტა ყურადღება გაეფანტა და ამიტომ მოხდა ეს დარტყმაც. ერაჩვეულებრივია. სრულიად ვიგრძენი. რა სულელი ხარ? ტორფინი არ შეიძლება ეგრე უკიდეგანად კეთილი იყო. ყველაფრის სიტყვით მოგვარება რომ შეიძლებოდეს, მაშინ ომი საერთოდ არ იქნებოდა. ნუ თუ მართლა ეგრე
ომი მაშინ იწყება და ნებისმიერი ჩხუბი, როცა სიტყვით ვერ აგვარებს საქმეს. და შემდეგ ნებისმიერი დაპირისპირება გადაწყდება იმით, თუ ვინ აღმოჩნდება ძლიერი და ვინ დაიჩაგრება. მაგრამ არც ერთ ვარიანტში ეს არანაირი დაპირისპირებას არ აღმოფხურის და არ გააჩერებს, ვინაიდან ძალადობა შობს. შურისძიებას. ესე ადამიანის ბუნება მოწყობილი. სანამ ვიღაცა არ გადადგავს პატიებისკენ ან დათმობისკენ პირველ ნაბიჯს, ესეთი ამბები არ ჩერდება ხოლმე. ვფიქრობ. საერთოდ ეცადეთ, რომ ყველა საკითხი საუბრით მოგეგვარებინათ. რაღაც ეჭვი მეპარება. იმის გამო, რომ მათ ხმლები იშიშვლეს. თქვენც იგივეთი პასუხის გაცემა გადაწყვიტეთ. მეტზე კი არაფერზე გიფიქრიათ. დორფინი ძალიან შთამაგონებელი პერსონაჟი არის ყველა მხრივ. ორი სეზონი აქვს ამ ანიმეს და ძალიან დიდი ტრანსფორმაცია ჰქონდა ამ ადამიანს, მენტალური. ხო და ამაზე ერთი კარგი ნამუშევარი მაქვს, მაგას გაჩვენებთ. დორფინი ხო ნახეთ, როგორი არის. მაგრამ მანამდელი ტორფინი აი ასე გამოიყურება და ეხა არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ გვამების თაზე დგას. უკან კი მაგიდან, ყველაფერი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ამბები, რაც მის თავს მოხდა, როგორც ცხოვრობდა, რამ დატანჯა, რამ განაპირობა მისი შეცვლა და ასე შემდეგ. ამ ნამუშევარის სანახავად ინსტაგრამზე გადმოდი. შესაკვეთად კიდე პირდაპირ მოიწერე და გიპასუხებ უცებ. სალთვალავა, მან დრას დამდგარ ხარ. ჩემთვის შენი დარტყმები კოღოს ნაკბენივითაა. კიდევ 68 დარტყმა. დაასრულე დაწყებული. რომ იცოდე, ძალიან დაკავებული ადამიანი ვარ. ახლა ძალიან ბევრი ადამიანი მელის. ოთხმოცდა. თვრამეტი. ოთხმოცდა. 19. ასე. ვფიქრობ, ეს კადრი საკმაოდ მნიშვნელოვანი არის. უძლიერესი მებრძოლის დამარცხება შეძლო ისე, რომ ხელიც არ გაუქნევია. შენ რო დაგარტყან რას იზავ? თუ შეშინდები, ერაფერს იზავ, თუ არ შეშინდები, იგივე პასუხს დაუბრუნებ. და რა ხდება ამ შემთხვევაში, როცა ტორფინივით იქცევ? ესეა მართლა? ალბათ ვერ გაიგებს, სანამ არ გამოცდი. და ნებისმიერი ცოდნა უვარგისი არის, თუ ცხოვრებაში არ გადმოიტან. მართლა ყველაფერი იქამდე დადის, რომ ნებისმიერ ადამიანს თავისი სიმართლე აქვს და არ შეიძლება მარტო შენი მხრიდან იყურებოდა. რაიმეს მოგვარება თუ გინდა მნიშვნელოვანი, აუცილებლად აი ესე ძალიან უნდა დაიხარჯოს ადამიანი. და აქ დამარცხებული ვინა? ტორფინი თუ ის? მაპატიე ტორსის ვაჟა, ტორფინ. მაპატიე რომ ეჭვი მეპარებოდა. მე ვხედავ. ახლა ნათლად ვხედავ. რომ ნამდვილი მეომარი ხარ. ვერ ვხვდები, რატომ არ ეცადე საპასუხოდ დაგერტყა. დროც რომ დაპირისპირებოდი, მაშინვე მიხვდებოდით, რომ ადრე დაცვაში იყავი. აი ესა კიდე რა, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ეს არის სრული მიზეზი იმისა, თუ რატო იქცეოდა ტორფინი ესე, რაც ნახეთ. ეს რასულელური შეკითხვაა. მე აქ მოლაპარაკებებზე მოვედი და არა ვიღაცის საცემად. მე ხომ დღეს ყველანი პირველად დაგინახეთ. ერთმანეთის შესახებ არაფერი ვიცით. თქვენ და მე ბოროტ გრძნობებს არ განვიცდი. ამიტომაც ერთმანეთი რატომ უნდა გაგველახა? რა სისულელეა?
ერთმანეს კნუტი და კეტილი დაუპირისპირდნენ. ჭობდა დამსხდარიყვნენ, ხნევად ახლი ეთამაშათ და პრობლემები ისე მოეგვარებინათ. ომით ყუილად წამოიწყეს და ამდენი სისხლი ფუჭად დაღვარეს. მე და თქვენ ერთმანეთი პირველად ვნახეთ. ჩემი მტერი არც ერთი თქვენთაგანია. მე არ მყავს მტრები. ვინმე საგაქვია ამ ანიმეს? ანიმეების სხვა ანიმაციებისგან განსხვავდება, რომ აქ 2D ნახატი არის რა, იმენა პირდაპირ ბრტყელი ნახატი არის და ეგრე იქნება ანიმაცია და შესაბამისად ცოტა უჩვეულო არის თვალისთვის თუ აქამდე არ გინახავს არაფერი. დიდი იმედი მაქვს, რომ დაგაინტერესეთ ამ ანიმეთი, იმიტომ რომ მართლა ღირებულს შეგძენთ ამის ყურება. დაგაფიქრებთ რაღაცეებზე, გაგაზრებინებთ რა არის შურისძიება და რა მოყვება მას. ჩვენს დღევანდელობას თუ გადავხედავთ, მთელი ეს არეულობა, რაც ქვეყანაში გვაქვს, შურისძიებაზე დგას. ბრაზზე და პატიების არანაირი ნატამალი არ იგრძნობა. არ ვიცი ესე როგორ შეიძლება მოგვარდეს რაიმე საკითხი, მაგრამ აი ეს გზა მართლა გვარებს ყველაფერს. ქართულად გახმოვანებული ცდევს მაიკადრიზე. ტიტრებითაც შეგიძლიათ ნახოთ თუ იაპონური ჟღერადობა გაინტერესებთ როგორი არის. თუ ვიდეო მოგეწონათ, ჩალაიქეთ, გადააზიარეთ. მომხმარებით რომ ბევრმა ხალხმა ნახოს და თან კომენტარიც დატოვეთ რა. გამიზიარეთ თქვენ რას ფიქრობთ ამ ანიმეზე და რამდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინოთ თქვენს. წავედით. მოვიფიქრებ შემდეგი რა ჩავწერო.